ბათუმში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს რეგიონულ ორგანიზაციაში მოეწყო, 6 ადამიანი დაკომპლექტდება და მას ამავე ორგანიზაციის წევრი თამაზ მჟავანაძე უხელმძღვანელებს. ახლად შექმნილი კომიტეტის მთავარი მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა პრობლემების შესწავლა და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევაა. კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ინკლუზიური სწავლების ცენტრებისა და სასწავლებლების მდგომარეობასა და იქ მცხოვრებთა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებს შეისწავლის. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ჩვენს პარტიასთან იქმნება უნარშეზღუდული ადამიანების დახმარების კომიტეტი. და მათი, როგორც გითხარით, ეს ინიციატივა მოდის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან და ამ კომიტეტის ხელმძღვანელი იქნება თამაზ მჟავანაძე, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის აქტიური წევრი. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული პრიორიტეტები ეხება მონიტორინგის ჩატარებას, იგივე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით. არის როგორ განათლება მიეწოდება ამ ადამიანებს, განათლებასთან ინკლუზიურ განათლებასთან, სწავლებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და სხვა ინდივიდუალური სახის ღონისძიებები გვექნება.